მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ენერგიების გაცვლის მიზნით და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ორ ვარიანტზე. ცოტა მისტიური გაშლა, ასეთი სათაურით რა ძალას ფლობთ, რა თქვენი უნიკალურობა, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთოთ. და ნახოთ რას გვეტყვის ჩვენი დასტა. მოვამზადებ დასტას, თქვენ იფიქრეთ საკუთარ თავზე შემოკარგებო და საკუთარ თავზე და ნახოთ როგორ რა იქნება, ხო? ნახოთ, პირველი კითხვა იყოს ასეთი, ჯერ დავალაგებ პირველ ვარიანტს, შემდეგ მეორე ვარიანტს შემოკარგებო. ნახოთ, რა არის ის, რასაც სხვებში გამოგარჩევთ, რა არის ის, რაც სხვებში გამოგარჩევთ. რა არის ის, რაც სხვებში გამოგარჩევთ, პირველი ვარიანტი და ნახოთ, მოდით მეორე ვარიანტსაც დავდექვარე, რა არის ის, რაც სხვებში გამოგარჩევთ, მეორე ვარიანტი. მეორე კითხვა იყოს ასეთი, რა ძალა გაქვთ შინაგანი, რასაც ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ, არ იცით, ხო, იმ ძალის შესახებ, რაც გაქვთ შინაგანი თქვენი ძალა, რაში მდგომარეობს, რა არის თქვენი შინაგანი ძალა, პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. ნახოთ, შემდეგი შეკითხვა. რა ძალა ან ენერგია გფარველობთ რთულ სიტუაციებში? რთულ სიტუაციაში რა ძალა ან ენერგია გიცავთ, გფარველობს, გაგიჩქარობს. პირველ ვარიანტს რა ძალა და ენერგია, რა ძალა ან ენერგია გფარველობთ პირველ ვარიანტს. და რა ძალა ან ენერგია გფარველობთ მეორე ვარიანტს. აი ასე დავდებ. და მეოთხე კითხვა იყოს ასეთი. რომელი არქეტიპის ენერგიაა თქვენში? რომელი არქეტიპის ენერგია ამჟამად თქვენში? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. მე მგონი ჩანს თქვენ აირჩიეთ ვარიანტი, პირველი და მეორე ვარიანტი. დაგაცდით, აირჩიეთ ვარიანტი პირველ წამებში, ინტუიცია, რასაც გიკარნახებთ, ის ვარიანტი აირჩიეთ ჩემო ძვირფასებო და მე გადავდებ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს გადავდებ და ვნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტს დავტოვებ, რომ მივხვდეთ, რომ თქვენსია აქ საუბარი. ვნახოთ აბა პირველი, რა არის ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ, თქვენი უნიკალურობა, ასე ვთქვათ, რაში მდგომარეობს. რვიანი პენტაკლი. ჩემო ძვირფასებო, რვიანი პენტაკლი. მინდა გითხრათ, რომ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ძალიან შრომის მოყვარე პიროვნება ხართ, ხო? შრომის მოყვარე და მუდმივად განვითარების პროცესში იმყოფებით. მუდმივად თქვენი უნიკალურობა ზუსტად ეს არის, რომ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ, სრულყოთ თქვენი შესაძლებლობები, შესაძლებელია თქვენს ირგვლივ ადამიანები, ხო, ანუ არ იყვნენ აი ისეთი ამ ყველაფერს უყურებდნენ ჩვეულებრივად, მაგრამ თქვენ აშკარად გამოირჩევით იმით, რომ არ ხართ ზედაპირული პიროვნება. ძალიან ამ წვრილმანებს და დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ და მუდმივად ვცდილობთ, რომ დაიხვეწოთ, ხო, დაიხვეწოთ, თქვენი ცოდნა გაამდიდროთ და მუდმივად გსურთ, აი რაღაც რასაც ხელს სწავლობთ, ბოლომდე მიიყვანოთ, ბოლომდე იხარჯებით ერთი სიტყვით. თქვენში არის ძალიან დიდი შრომის მოყვარეობა და მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაცით იყოთ დაკავებული და რასაც ხელს მოგკიდებთ, ერთი სიტყვით გინდათ, რომ აი ყველაფერი იდეალურად იყოს, მაქსიმალისტი ხართ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აი ოსტატი, რასაც ქვია, ხო? ანუ შესაძლებელია სხვები არ აქცევდნენ რაღაც დეტალებს, ისეთ დეტალებს ყურადღებას, რასაც თქვენ აქცევთ და რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და სწორედ აი ეს არის თქვენი უნიკალურობა, რომ
რასაც ხელს წაავლებთ, ვცდილობთ ბოლომდე დახვეწოთ, თქვენი ცოდნა იქნება, თქვენი საქმე იქნება, თქვენი არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს ეხება, მაგრამ ყველაფერში ვცდილობთ, რომ ყველაფერს მიუდგეთ ოსტატურად და ყველაფერში თქვენი პროფესიონალიზმი ყველას აჩვენოთ ერთი სიტყვით და შესაძლებელია რა საქმიანობასაც არ უნდა იწეოდეთ, ერთი სიტყვით ძალიან აქცევთ ყურადღებას დეტალებს და ძალიან თავდადებული პიროვნება ხართ. შესაძლებელია ზოგს სწყინდება ეს რუტინული შრომა, მაგრამ თქვენთვის იმდენად შრომის მოყვარე ხართ, შესაძლებელია საქმე დრო ისე წაგივიდეთ, დრო ისე გაიაროს, გაიბინოს, რომ თქვენ ვერც კი ამჩნევთ იმდენად ხართ თქვენს საქმეში და თქვენს ერთი სიტყვით იმდენად ყველაფერი გინდათ, რომ აი სრულყოფილებამდე მიიყვანოთ და ყველაფერში ზედაპირულობას ვერ იტანთ ერთი სიტყვით. აი ეს გამოგარჩეთ სხვებისგან, ჩემო ძვირფასებო. და ეს ძალიან კარგია, ანუ ძალიან კონცენტრაციას ახდენთ წვრილმანებზე და დეტალებზე და შრომის მოყვარე პიროვნება ხართ ერთი სიტყვით. მეორე კითხვა, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რასაც ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ, ეშმაკის არკანი ამოვიდა, ნახეთ ჩემო ძვირფასებო, ეშმაკის არკანი. იცით როგორი მომენტია? საერთოდ თქვენი შინაგანი ძალა არის თქვენი ეგო. ძალიან ძლიერი ეგო გაქვთ და ხშირად ეს არკანი, როგორც ვიცით, ასოცირდება მიჯაჭვულობასთან და ეს შიშებთან, რაღაც მავნეჩვეებთან, მაგრამ ამ ჭრილში განვიხილავთ როგორც პოზიტიურ ენერგიას, ხო? თქვენში არის უდიდესი ვნება, შემოქმედებითი სიძლიერე, ძალიან ვნებიანი ხართ და მინდა გითხრათ, რომ აი მაგნიტი ხართ რა, რასაც ქვია, მაგნიტური ენერგია გაქვთ. შეგიძლიათ, რომ აი თქვენში არის ენერგია, რომელიც იზიდავს ადამიანებს, იზიდავს მაგნიტივით და შეგიძლიათ ასევე ძლიერი გავლენის მოხდენა პიროვნებებზე, ხო? აი, როდესაც კონტროლის უნარი გაქვთ კიდე ძალიან ძლიერი, შესაძლებელია აი ეს ზოგჯერ უარყოფითი მომენტი იყოს გააჩნია, ხო, მაგრამ ჩვენ ახლა პოზიტიურ ჭრილში განვიხილავთ თქვენს ენერგიას და თქვენს ძალას, რა ძალაა თქვენში, რაც ჯერ კიდევ არ იცით, ხო? ანუ შეგიძლიათ, რომ აი პიროვნებაზე მოახდინოთ ძალიან დიდი ზეგავლენა და აი ეს ზეგავლენა იყოს ქარიზმატული, ხო? და აი გააღვიძოთ სხვებში ის როგორ გითხრათ, იცით, ცეცხლი გააღვიძოთ სხვებში. ძალიან ვნებიანი და ძალიან დიდი ვნება და მონდომებაა თქვენში და აი როგორც უკვე ვთქვი, დიდი ეგო კიდევ შეგიძლიათ, რომ რაც გინდათ ის მიიღოთ ამ ცხოვრებისგან, ის სიამოვნება თქვენში არის ეს ძალა, რომ ყველაფერი დაიმორჩილოთ. ოღონდ კარგი გაგებით, ჩემო ძვირფასებო. შინაგანი მაგნეტიზმი გაგაჩნიათ, რომ თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, რომ ზეგავლენა მოახდინოთ ანუ სხვებზე ერთი სიტყვით და თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ. ეს შინაგანად იმდენად ძლიერი ის გაქვთ, რა ქვია, შინაგანი ძალა, ცეცხლი ერთი სიტყვით. და მაგნიტი ხართ, რასაც ქვია, იზიდავთ ადამიანებს. თქვენი აი ამ ქარიზმატულობით და აი ამ ენერგიით, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ რა ძალა ან ენერგია გმფარველობთ რთულ სიტუაციებში, რა ძალა ან ენერგია გმფარველობთ რთულ სიტუაციებში და ვარსკვლავი ამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო. ვარსკვლავი ეს არის იმედი და რწმენა, ხო? ანუ შეიძლება ითქვას კიდევ, რომ ვარსკვლავს ხშირად მფარველი ანგელოზი, ზეციური ძალები მფარველობენ, ჩემო ძვირფასებო. როდესაც რთულ სიტუაციაში ხართ, თქვენში აი ეს რაღაცნაირად ღრმა ნდობა იღვიძებს სამყაროსადმი, ზეციური ძალებისადმი, ხო, უხილავი ძალა გიცავთ ერთი სიტყვით და გინათებთ გზას რთულ სიტუაციებში, ხო, თქვენი მფარველი ანგელოზი. ანუ ყოველთვის, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ხომ, ყოველთვის რაღაცნაირად რწმენა და იმედი გაქვთ იმის, რომ აი სიბნელეს ყოველთვის დაძლებთ და ყოველთვის პოულობთ გამოსავალს და სინათლეს ერთი სიტყვით, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ყოველთვის იმხელა შინაგანი რწმენა გაქვთ, რომ იცით, რომ ყოველთვის მაინც გამოხვალთ და ზეციური ძალების მფარველობა გაქვთ და არ დარჩებით, ყველაფერი არის დროებითი, ხო, და აი სწორედ ეს გწამთ და ამის გჯერათ, რომ
ღამეს ყოველთვის მოსდევს განთიადი, ხო, ბნელგუნ ღამესაც კი მოსდევს განთიადი და სწორედ აი ეს არის თქვენი ძალა, რაც რთულ სიტუაციებში არის თქვენი მფარველი და თქვენი გადამრჩენელი ერთი სიტყვით. მოდი ნახოთ შემდეგი კითხვა, რომელი არქეტიპის ენერგიაა თქვენში და ამოვიდა ხუთიანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. იცით, ეს არკანი ცოტა წინააღმდეგობრივი არკანია, მაგრამ აქ უნდა განვიხილოთ როგორც იცით, როდესაც ესე იგი თქვენში არის მებრძოლის სული, ასე ვთქვათ, მებრძოლის სული. ზოგჯერ წესებსაც ეწინააღმდეგებით და არ ღვევთ, ხო, წესებსაც არ ღვევთ და აი ხშირად ხუთიანი ხმალი მიუთითებს იმაზე, რომ შინაგანად გაქვთ ძალა, არ შეშინდეთ კონფლიქტებისგან და აი დაამსხვრევთ ის ილუზიები, რაც გაქვთ ერთი სიტყვით, ძალიან მებრძოლი პიროვნება ხართ, მებრძოლი პიროვნების ის არის არქეტიპი თქვენში, როდესაც აი იცით, რომ აი საჭირო დროს უნდა დაიწყოთ თქვათ რაღაც ბრძოლას იწყებთ იმ მომენტში, როდესაც არის საჭირო, ხო? ანუ შესაძლებელია ეს ყოველთვის არ არის კომფორტული და აი ლამაზად არ აღიქმება, მაგრამ ისეთი პიროვნება ხართ, როდესაც საჭირო დროს ერთვებით ბრძოლაში და იცით როგორ გამოხვიდეთ, როგორ მიაღწიოთ რაღაც გამარჯვებას და ანუ შესაძლებელია ეს იცით რა არის ხუთიანი ხმალი ყოველთვის არ არის ესეთი დადებითი არკანი, მაგრამ ეს არქეტიპი გასწავლით, რომ ჭეშმარიტებასა და ღირსებას ხშირად სჭირდება დაპირისპირება და შენარჩუნება, ერთი სიტყვით, შენარჩუნება ღირსების და ყოველთვის ვცდილობთ, რომ თქვენში ეს ბუნება აი დევს ერთი სიტყვით და უშიშარი პიროვნება ხართ და ეს გაძლევთ ძალას და ენერგიას, რომ როცა საჭიროა ჩაერთოთ ბრძოლაში, დაიცვათ თქვენი ღირსება და აი წინ იაროთ ერთი სიტყვით. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს, რომ დამითმეთ დრო. მომწერეთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით, გამომეხმაურეთ და გადავალ მე მეორე ვარიანტზე. ნახოთ აბა თქვენ მეორე ვარიანტს რა გამოარჩევს სხვებისგან. რა არის ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ და ამოვიდა უზენაესი სამსჯავრო. ჩემო ძვირფასებო, ეს ბარათი აი სულიერი გამოღვიძების ბარათია ერთი სიტყვით და შინაგან მოწოდებებზე მიგვითითებს, რომ აი შენგან სხვები გრძნობენ რაღაც ისეთს ძლიერ შინაგან ხმას და ისეთ სიძლიერეს, რომ თითქოს შეგიძლიათ სხვები გამოაღვიძოთ, ხო? გამოაღვიძოთ ისინი აი როდესაც ადამიანს რაღაც რთული პერიოდი უდგას, შეგიძლიათ თქვენი რაღაც რჩევით, თქვენი მიდგომით სხვანაირი თვალით დაანახოთ, ხო? თქვენში არის უნარი, რომ ადამიანებს მისცეთ ახალი პერსპექტივა, გადაატრიალოთ მათი ცხოვრება, ისე თითქოს ისინი საკუთარ მოწოდებას თვითონ მიყვებიან და დაანახოთ ის, რომ უნდა შეცვალონ ცხოვრება, რომ სხვანაირად წარმართონ, ანუ ბიძგი ხართ თქვენ სხვა ადამიანებისთვის, რომ შეცვალონ ცხოვრება ერთი სიტყვით. აი ანუ შინაგანად ისეთი ძალა და ისეთი ენერგია გაქვთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ აი თქვენი რჩევით თუნდაც თქვენი გვერდში დგომით რთულ სიტუაციაში მყოფ პიროვნებას დაანახოთ, სულ სხვა კუთხით დაანახოთ და ის რაღაც რთული და მარტივისკენ შეცვალოთ, ანუ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენ მისი ანუ ადამიანის ცხოვრება ერთი სიტყვით, აი რთული ცხოვრებიდან, რთული ეტაპიდან გამოიყვანოთ და გამოაფხიზლოთ. აი ეს უნარი გაგაჩნიათ, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ და ეს ძალიან სასიხარულოა. მოდი ვნახოთ რა არის შინაგანი ძალა, რასაც ვერ გრძნობთ, ხო? რასაც ან არ იცით, შეყვარებულების არკანი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, შეყვარებულების არკანი. იცით რაშია საქმე? თქვენი შინაგანი ძალა არის იმაში, რომ შეგიძლიათ ადამიანების სიყვარული, შეგიძლიათ ჰარმონიული ურთიერთობა არა მარტო ადამიანებთან და პარტნიორთან, არამედ სამყაროსთან, ხო? რაღაცნაირად გაერთიანებულია თქვენში ეს ორი საწყისი თითქოს გონება და გული, სხეული და სული, ადამიანი და სამყარო. აი თითქოს იცით როგორი მომენტია და ასევე ძალიან ძლიერი არჩევანში გაქვთ, ანუ
ვცდილობთ, რომ ყოველთვის თქვენი როდესაც რაღაც არის გადასაწყვეტი ფიქრობთ გულით და ვცდილობთ, რომ აი სწორი არჩევანი გააკეთოთ, სწორი არა მარტო თქვენ, არამედ სხვებსაც დაანახოთ არჩევანი, გააკეთებინოთ სწორი არჩევანი, როგორც თქვენ, ასევე სხვებს, თქვენს გარშემო ძვირფას ადამიანებს, ხო? მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბოლომდე არ არის გახსნილი, რადგან ჯერ კიდევ პროცესშია რაღაც იცი და აი ბოლომდე არ გაქვთ არჩეული თქვენი არ გაქვთ არჩეული და არ გაქვთ გამოვლენილი ეს შინაგანი ძალა, რაც თქვენშია, ჩემო ძვირფასებო. და ეს შეყვარებულების არკანი, როგორც ვიცით, არის პარტნიორობის არკანი, ხო? პარტნიორობის და შესაძლებელია თქვენში ხედავენ აი ძლიერ იმას შუამავალს ასევე შუამავალს დიპლომატს, რომელსაც შეუძლია რომ აი რთული სიტუაციები მოაგვაროს პარტნიორული გზით და ჰარმონიაში და ეს ერთი სიტყვით აი ბალანსში მოიყვანოს ქაოსი, რასაც ქვია ერთი სიტყვით. აი ეს არის თქვენი შინაგანი ძალა, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ, რა ძალა გიფარავთ რთულ სიტუაციაში და პენტაკლის რაინდი ამოვიდა. პენტაკლის რაინდი ეს არის სიმტკიცისა და სიჯიუტის არკანი, ხო? მიწაზე მყარად დგომას ნიშნავს და კიდევ ყველაზე რთულ დროს იცავთ თქვენ პრაქტიკული გონება, ჩემო ძვირფასებო, პრაქტიკული გონება, სტაბილურობა, მიზნისკენ ნელი ნაბიჯით, მაგრამ მყარად შეგიძლიათ, რომ აი რთული სიტუაციიდან ნელა ნაბიჯ გამოხვიდეთ. ანუ კი არ დაფრინავთ ცაში და რაღაც ილუზიები კი არ გაქვთ. ძალიან პრაქტიკული გონება გაქვთ და მსჯელობა და შეგიძლიათ, რომ სურათი რთულ სიტუაციაში ნათლად დაინახოთ და როგორ გამოხვიდეთ აი იმ რთული სიტუაციიდან, ხო? ნელა, მაგრამ აი ვცდილობთ ნაბიჯ რაღაცას მიაღწიოთ და რაღაც მიზნამდე მიხვიდეთ. გამოხვიდეთ აი რაღაც რთული სიტუაციიდან და სწორედ აი ეს და სიჯიუტე კიდე პენტაკლის რაინდი არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ჯიუტად, მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად რაღაც წინააღმდეგობებისა, მაინც აღწევს მიზანს და თქვენი სიჯიუტე გეხმარება თამაში, ჩემო ძვირფასებო, რომ აუჩქარებლად, მაგრამ ნელა მაინც მიაღწევს თქვენ საწადელს, მაინც გამოხვალთ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. აი ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, ის რაც გიცავთ და რაც გიბიძგებთ წინსვლაში და რაც რთულ სიტუაციაში გამოსავალს გაპოვნებთ. და ნახოთ, რომელი არქეტიპის ენერგია თქვენში და ეტლი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. თქვენში არის ძლიერი მებრძოლი სული, მიზნისკენ მიმართული, ხო? ანუ არქეტიპი, რომელიც ცხოვრებაში არ ჩერდება და არ ჩერდება მიღწეულზე. თქვენ ხართ პიროვნება, რომელმაც იცის, სად მიდის, ყველანაირ წინააღმდეგობას ამარცხებს და მებრძოლი სულია ერთი სიტყვით. მებრძოლი სული, რომელიც ყოველთვის აღწევს გამარჯვებას, შესაძლებელია ცოტა იმპულსური, მაგრამ თქვენს ხელში იღებთ კონტროლს და ბოლომდე მიყავთ ერთი სიტყვით ის საქმე, რასაც ხელს მოკიდებთ და რა რამიზასაც დაისახავთ. ესეთი არქეტიპის, ეტლის არქეტიპია თქვენში და ის ძალიან კარგია, რომ აი ესეთი ენერგიაა. აი ეს იყო, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი რაღაც ცოტა მისტიური გაშლა. მე მადლობას მოგახსენებთ ორივე ვარიანტს იმისთვის, რომ იყავით ჩემთან ერთად, ჩემო ძვირფასებო. მადლობა და ნახვამდის. მაინტერესებს, გამომეხმაროთ, რამდენად საინტერესო იყო, რამდენად აღმოაჩინეთ თქვენი თავი, თუ იცანით რაიმე თქვენში ის დახასიათება, ის ენერგია, თუ იპოვეთ თქვენში რაღაც მსგავსი, რაც გაჟღერდა დღევანდელ გაშლაში. მე მადლობას მოგახსენებთ, ჩემო ძვირფასებო და ნახვამდის.